მე ვფიქრობ, საინტერესო ვიდეო ბლოგი გამოგვივა. ალბათ გულახდილად გეტყვით საკმაოდ ხელავ და კი არ ნერვიულობ, მაგრამ ისეთი საპასუხისმგებლო ვიდეო ბლოგია. ყველა სიტყვა რო უნდა ავწონო, დავწონო, არ არის რიგითი მეთქი და არ მაინტერესებს რამდენი ნახველი ეყოლება, არა მაინტერესებს მაყურებელი რამდენი იქნება პირველ ხარისხოვანია, მაგრამ აი უპირველეს ხარისხოვანი ეს სულაც არ არის, სულ რომ პირობითად 700 კაცმა ნახოს. მნიშვნელოვანია იქნება და იმ 700 კაცმა 1000 კაც მოსდოს თითოეულმა მათგანმა და 700 კაცამდე მივა ჩემი აზრით და რომც არ მივიდეს არაუშავს. არა ვარ თან პირველ თქმელი ამის, ანუ პირველი მერცხალი იმის, რასაც მე ვიტყვი. მაგრამ ვიდრე მთავარს ვიტყოდე და მთავარზე შევაჩერებდე თქვენს ყურადღებას, მანამდე ზურაბ ჯაფარიძის თემას შევეხოთ. ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს. ყურადღებით დაიმახსოვრეთ, ყურადღებით მომისმინეთ და გულისყურით დაიმახსოვრეთ. 2012 წელს, ანუ მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობა დასრულდა. 1 ოქტომბერს ბიზნა ივანიშვილმა კოალიციასთან ერთად დაამარცხა სისხლიანი 9 წლის ჩამდენ მომხდენი ხელისუფლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 13-ში პრეზიდენტი სააკაშვილის იცით თქვენ რომ უკვე აღარ იყო 13-ის მიწურულიდან პრეზიდენტი, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ასია. ხო და ეს კომისია წულუკიანისა, ჩემო კარგებო, წულუკიანის კომისია მუშაობდა საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა 2003-დან 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას. იძიებდა სწორედ ამბებს, რომლებიც 3-დან 12-მდე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და вопрос, уважаемые товарищи из грузинской мечты. რუსულად მოგბართავთ, ხო? კითხვა, პატივცემულო, არაპატივცემულო, მეგობრებო, ამხანაგებო ქართული ოცნებიდან. ზურაბ ჯაფარიძე იმ 3-დან 12 წლამდე ამბებში რა შუაშია? ვინმე მიპასუხეთ. რა შუაშია 3-დან 12 წლამდე მიმდინარე ცუდ ამბებში, თუნდაც ზურაბ ჯაფარიძე. არაფერში. ოკეი? კარგი, ვწდები, გან არ ვწდები. ამ კომისიამ წულუკიანისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა უნდა და ომის დაწყებაში დადანაშაულება უნდა პარტიისა და ცალკეული პირებისა და ამის გამო რეპრესიების გატარება უნდა. გაიფართოვა კი არა, გაიხანგრძლივა მუშაობის ვადა 5 ივნისამდე და თქვა რომ მე 13-დან 22 წლამდე რაც ხდებოდაო, იმასაც გამოვიძიებო ბანდა კომისიამ, ბანდიტი წულუკიანის თავკაცობით. ფესბეშნიცა წულუკიანის თავკაცობით. კითხვა მაქვს. 13-დან 22-მდე როცა იყო პოლიტიკაში ზურაბ ჯაფარიძე, ის რამე გადაწყვეტილებას იღებდა? ანუ შეიძლება თუ არა საპარლამენტო კომისია, ეს პარლამენტი ხო კანონიერია ამ ზარქუას twinიანი მოქალაქეების პოლიტიკოსების აზრით. საპარლამენტო კომისია გამოკითხავდეს პირს, რომელსაც ძალაუფლების კვერთხი არც ეპყრა ხელთ. ზურაბ ჯაფარიძე იყო ჩვეულებრივი ოპოზიციონერი. მე მაქვს კითხვა, რა შუაშია? რამე უწყებას ხელმძღვანელობდა მინისტრი იყო, მინისტრის მოადგილე იყო, ვინ იყო? ოკეი, კარგი. ხა 3-დან 12 წლამდე საკითხს მიუბრუნდები. მე შემიძლია ხა ავიღო ფურცელი და კალამი და 2 საათის განმავლობაში დავიწყო გახსენება და ჩამოწერა გვარებისა, იმ პირების გვარებისა, იმ პირებისა, რომლებიც კომისიას არ დაუბარებია. გიგა ბოკერია, ალბათ მესამე ვკითხულობ. ამას დაიბარეთ თუ არა, უშიშრობის საბჭოს დივანი იყო კაცი. რას მელაბარაკებით? დაიბარეთ თუ არა, ანუ მერაბიშვილი მესმის რომ მან სასჯელი უკვე მოიხადა, მაგრამ ხო რაღაც 3 წლის, კი არა, 8 წლის ამბებსაც ეხებით და დაიბარეთ. გიორგი ბარაბიძე დაიბარეთ. ზურაბ ნოღაიდელი დაიბარეთ, ასე მაგალითად, ხო, უბრალოდ მახსენდება, ეს რენდომ მახსენდება. ხო? დეპუტატები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დროს საკანონმდებლო ორგანოში, დაიბარეთ. არც არავინ არ დაგიბარებიათ. უმრავლესობა 99% და ზურაბ ჯაფარიძე სატომიად იქით მაინც და მაინც კარგად არ მესმის. შაშკინი რატო გამახსენდა, ვიცი მე. თავდაცვის მინისტრი შაშკინი დაიბარეთ. თავდაცვის მინისტრი იყო კაცი. კარგი, 2013-დან 22 წლამდე ვინც იყო ხელისუფლებაში, თინა ხიდაშელი დაიბარეთ, პარლამენტის თავმჯდომარე რო იყო, უსუფაშვილი დაიბარეთ, თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ალასანია დაიბარეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არა, ესე იგი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განსაკუთრებით აქტიური ოპონენტი ვიც არის ხელისუფლებისა, მათ იბარებს წულუკიანი ბანდიტის კომისია. ესე რატომღაც არ ვიცი, აი ზურაბ ჯაფარიძე და ეს იზმრა, მოდი ახლა იმიტომ დავიბარო ზურაბ ჯაფარიძე და დაიბარა, რა უნდა ეთქვა ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც არ ცნობს ამ კომისიას. საერთოდ რა აბსურდია. მე არ ვცნობ ამ კომისიას, ამ პარლამენტს. შესაბამისად ამ კომისიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დააკისრო ადამიანს იმაზე, რომ ის არ ცნობს კომისიას ან პარლამენტს და არ მიდის ამ კომისიის ხტობაზე, ვერ გადაურჩება ეგ რა მაგის პასუხია ვერავინ. მათ შორის ის, ვინც გადაიხადა გირაო ბიზინა ივანიშვილის ამ რეპრესიებს. ანუ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივით არგამაძე, ვინც არ მივიდა კომისიაზე და გადაიხადა შესაბამისი თანხა, ან ვინც აპირებს, აი გიორგი ვაშაძე აპირებს, თუ არ ვცდები. ვორცდები კი რა ასე აპირებს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის ეს უფრო ზუსტი რომ იყო ამ ხელისუფლების მიერ მოგონილი ამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ნორმისაგან, რომელიც მან სს კოდექსში დააკანონა, ოღონდ სრული აბსურდი დააკანონა. ეს არის რეპრესიებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, რომ დაიჭირონ და შესაბამისად დაიჭერს კიდეც. რიგში არიან მელია, გვარამია, სხვები. მერე უკვე ჯაფარიძე, ხაზარაძე მიუხედავად იმისა, რომ არ გადაიხადეს, კი არა გადაიხადეს, მოდის ვიხტივ გირაო, გივით არგამაძე, სხვები და სხვები. ამბავიც ეს არის, ამას ვამბობ მე. შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, რასაკვირველია ეს მართებულად მოიქცა, რასაკვირველია მისი ეს ქმედება მისასალმებელია. რასაკვირველია ის დგას ბრგედ უდრეკად და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი ვიდეო ბლოგიც ამ თემას არ ეხება. ჩემი ვიდეო ბლოგი გაგიკვირდებათ და ეხებათ იმას, რომ ყველა ზღვარი უკვე გადალახა ამ ბანდა ოცნება. აი, მოდი ასე ვთქვათ, 2012-ში რომ მოვიდა ეს ბანდა ოცნება, ახლა უკვე ბანდა ოცნება, მაშინ ლეგიტიმურად მოვიდა, კონსტიტუციურად მოვიდა, გაიმარჯვა არჩევნებში 1 ოქტომბერს განაარა და ბაობაბის დიდ ხეზე შემოსკუპდნენ მისი კოალიციის წევრები. ნელ-ნელა ასკუპდნენ ბაობაბის რომელიმე განშტოება ტოტზე. მერე ასკუპდნენ ტოტის ტოტზე, ანუ ტოტუკაზე. მე ტოტუკის ტოტუკაზე და ეხლა ანუ პატარა ტოტუკაზე არის ჩქრიტებივით კი არა, ყვავებივით. დიახ, სწორედაც რომ დედას თქვენსას ყვავებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელა და ახლა ეს ვაჟა-ფშაველა გამახსენდა, ხო? თორემ ნახავდი თქვენს ბუმბულს, გაშლილს გაფანტულს ველა და მეთქი პოეზიაზე კი არ გელაპარაკებით, ცხადია, შეიძლება არ არის ლევატურადაც მოგეჩვენოთ ჩემს მიერ ვაჟას გახსენება ახლა, მაგრამ რაღა იყვავი ვახსენებ, მხოლოდ ამიტომ გამახსენდა ვაჟა-ფშაველას ეს ლექსი. ხო და ყვავებო იქ ვაჟა ხო და ისინი არიან პატარა ტოტუკაზე ჩამომსხდარი ყვავები, რომელთა ბელაცაც უჭირავს ხერხუკა და იხერხავს ზურგს უკან ტოტუკის ტოტუკას, იმიტომ და დასტური რომ იხერხავს არის დასავლეთთან ურთიერთობა არ აქვს, ევროპასთან კონკრეტულად და შეერთებულ შტატებიდან და მესიჯებით ესმით ხო გასაგებია და თვით ხარაკეით არიან დაკავებულნი და ქართულ ხალხთანაც არ აქვს ურთიერთობა, არანაირი ძაფი, არანაირი ურთიერთობა, არანაირი კავშირი მათ, ემოციური კავშირი, ხო? ქართულ ხალხთან მომხრეებთანაც არ აქვს, მეთქი ასე გეტყვით მე თქვენ. იხერხავენ, მაგრამ ამასობაში კუთხეში მიმწყდეული კატა, ან უფრო კარგი შედარება იქნება ვირთხა ბიზინა ივანიშვილი, იპორჭყდება და როქ პორჭყდის და გვაზარალებს და სისხლი როგდის, ხო? მისი კლანჭებიდან მოყენებული ჭრილობებიდან, ხო? ეს კი გვამწუხრებს და გვზაფრავს და გვაშინებს ხანდახან და გვაფრთხობს. არავის დაინდობს მეთქი ასე ვამბობ კიდევ ერთხელ, ზოგს გააქცევს, ზოგს მოისყიდის. აი, ვინ გავიხსენო ეხლა? ვინ მიქვია გიორგი აბაშიშვილი. მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. ერთი ხანობა გახარიასთანაც წავიდა თუ არ ვცდები. ახლა მიმეძე აქვს რამდენი აქვს ხელფასი 3897 ლარი ან 4923 ლარი. ოკეი, 7258 ლარი რამე. გიორგი აბაშიშვილს საკენკი პრახ დაუყარა და მიიზიდა და ეს გიორგის გამოდის მივიცნობ, გამოდის და ამბობს. ნოშიკო ნამურაძე ბიზნესი რა. რა ნოშიკო ნამურაძე. ბელარუსი გააკეთა. რის ნოშიკო ნამურაძე ბელარუსი გააკეთა.
ტიპმა. მაგრამ აი ესე მოსყიდულია, ესე ჩვენ შორის, აი ჩვენს რიგებში ვინც არიან, ხა აბაში შულზე ხო არ ჩაიციკლები მართლაკაცი ხო? ჩვენ შორის ვინც არიან, მათაც კი დაუყრის გარკვეულ საკენკს და არ გამოურიცხავ, რომ ზოგი ჩვენგანი პირველ რიგში ვიტყვი, გატეხოს კიდეც. სოქს გააქცევს, სოქს დაიჭერს, მათ შორის მედიასაც მიადგება, გვარებს არ დავასახელებს, ხადია. მაგრამ აი კრიტიკული მედიის ყველაზე უფრო მქუხარე წარმომადგენლებს, ხო? ნებისმიერი არხიდან მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს დაიჭერს, უბრალოდ აქტიურ მოქალაქეებს დაიჭერს, აქტივისტებს, ხო? არ ვიცი, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შეიძლება ორგანიზაციებთან მიმული არც ერთი იყოს რომელიმე მათგანი, მაგრამ მათაც დაიჭერს და აი ამას, იმიტომ რომ ბიზინა უკან დამხევი არაფერზე არ არის, მან ლავირების შესაძლებლობაც კი მოუსპო საკუთარ თავს. და ამიტომ იპორჭყდება მეთქი აკითხარით. ხო და ეხლა ეს ამაქვს კითხვა, ეს კითხვა მაქვს. Რაღაცა ასეა და შევჯერდით რომ ასეა. Რაღა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მხრიდან, ვთქვათ რატომ არის მნიშვნელოვანი, ან რაღა აზრი აქვს, მოდი უკეთ ჩამოვაყალიბოთ ეს აზრი, მოთხოვნას არჩევნების. არჩევნები თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათთან ერთად ჩვენ თანაცხოვრება გვინდა, ვუშვებთ. კი, არჩევნები ლეგიტიმური გზაა ხელისუფლების ცვლილებისა, ამას მე არ უარყოფ. მაგრამ არჩევნებს რატომ ვითხოვთ ამათგან? დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ? მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეცვლიან თუ რომელიმე კანონს შეცვლიან. და საერთოდ მანამდე დამარცხდებიან, აი ხოლმე რომ დანიშნოს არჩევნები ბიზინა რუსმა, დამარცხდება თუ არა არჩევნები, ანუ იტყვის თუ არა რომ მე აღარ გამოვიომებ ამ არჩევნებს და დამითმია თქვენთვის. და აი ამ დანარჩენ ჩემ ბიჭბუჭებს გვერდზე რომ ხავს ეს ბანდიტები ხო? ამათ მე დავაშოშმინებ. იტყვის არ იტყვის. რუსეთისგანაც იღებს შეკვეთებს იმის თაობაზე რომ როგორღაც მაინც შეინარჩუნოს ძალაუფლება, ჩააფრინდეს ამ ძალაუფლებას, დედაუტიროს ქართველ ხალხს, მოსპოს საქართველოს თავისუფლება და ასე შემდეგ და ვინ დაათმობინებს ახლა ბიზინა ივანიშვილს თუნდაც მოსკოვი ლუბიანკა კრემლიდან. ეს ერთი. მეორე, რომც დანიშნოს არჩევნები და დემოკრატიულად რომ ჩაატაროს, ეს არჩევნები დემოკრატიულად წოდებულად რომ ჩაატაროს. ის ხო, მან ხავოდის რომ ჩვენ თანაცხოვრებას ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც დამარცხდა, თუნდაც დამარცხდა, რაც წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ რომელიც ბანდიტებით არის დაკომპლექტებული, რომელმაც მიიღო ესეთი საზიზღარი ჯოჯოხეთური კანონები, რომელმაც ხელში დანა გამოუსვა საქართველოს თავისუფლებას და თავისუფლების იდეას. კარგი სხვა საკითხი. პოლიტპატიმრებისა და სინდისპატიმრების განთავისუფლებას უნდა ვითხოვთ და უნდა ვითხოვდეთ კიდეც. ცხადია ასეა. ვეთანხმები მივყვები ყველას. მაგრამ როგორ შეიძლება მოხდეს იცით? 3 ბარტყი ან 7 ბარტყი გადმოვაგდოს, გატეხოს ზოგი მათგანი და ძნელია ციხეში ყოფნა. გატეხოს ზოგი მათგანი, თუმცა მე ყველას უდასტურებ პატივისცემას, ყველა მიყვარს რასაკვირველი. ან არც გატეხოს და პირდაპირ გადმოვაგდოს და თქვას, აი ამას გვარებს არ დავასახლებ, იმას ეხ მართლა გვარებს ხო არ ჩამოვუყვები ხა მე რა ვიცი. შეიძლება არც მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს ასე. ამას და ამას შვიდს ვანთავისუფლებ და ჩვენ იცით რა, ამ შიმშილ დაკმაყოფილებულები ვიქნებით. ნახეთ, ბიზინამ დაიწყო დათმობაო ამას ვიტყვით. დანარჩენ 43-საც გაანთავისუფლებსო, ამას დავზენთ. და ასე არ მოხდება. 7-ს გადმოაგდებს და მე 17-ს დაიჭერს, რასაც პუტინი აკეთებს რეალურად რუსეთში, აკეთებს ბიზინა ივანიშვილი აქ საქართველოში. ხო და მე კითხვა მაქვს, დანიშნე ბიზინა რიგარეში არჩევნების სწორი მოთხოვნაა? თუ იქნებს სწორი მოთხოვნა და კი არა მოთხოვნა საერთოდ არ უნდა გქონდეს, ასე ვიტყვი, უბრალოდ ერთი მოთხოვნა უნდა გქონდეს, გაეთრიეთ. წაეთრიეთ. ჩვენ დავნიშნავთ არჩევნებს, ჩვენ შევცვლით იმ კანონებს, როცა კანონიერად იქნება ახალი პარლამენტი არჩეული. მანამდე ეროვნული საბჭო, რა ვიცი, დამფუძნებელი ყრილობა, მესამე რესპუბლიკა, მეოთხე რესპუბლიკა, რაც გლებოთ ის დავარქვათ, დამფუძნებელი საბჭო თუ გნებავთ, 100, 150, 200 კაცი შევიკრიბეთ სულ ყველანი და მივიღეთ ლეგიტიმაცია ხალხისაგან. ძნელია. არ გიკამათებით, ხა ამის იქით ჩაშალეო რომ მითხრათ, მე ვერ ჩავშლი ეს ბევრ ადამიანთან კონსულტაციას მოითხოვს ამ გზაზე დადგომა. იმიტომ რომ ამათთან თანაცხოვრება არ გამოვა მეთქი ეს ერთი ამბავია და მეორე ამბავია რომ უკლებლივ ყველა დაახლოებით 300-400-500 კაცი
სხვადასხვა მოხლით ობიექტური სასამართლოს მიერ, ანუ არა მორუსიძის სასამართლოს მიერ, არამედ ობიექტური სასამართლოს მიერ. მათ შორის ხსენებული მორუსიძეც. ჩინჩალაძე, ვრიტიშვილი, ვიღა ტიპები. პროკურატურიდან ტიპები, ფარცხელაძე და მისი კამანდა, პარლამენტიდან ტიპები, ანუ პაპუაშვილი და მისი კამანდა, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ტიპები, ანუ ივანიშვილი, არა, ობახიძე და მისი კამანდა, ივანიშვილი და მისი ახლო და შედარებით ფართო გარემოცვა, პროპაგანდისტები, ექსპერტებად წოდებულები და ასე შემდეგ, უკაცრავად სიტყვისთვის. გჩორტუ. პირდაპირ მნიშვნელობით ვლაპარაკობ. გჩორტუ, მათგან უმრავლესობა, ან გარკვეული ნაწილი, ობიექტური სასამართლოს მიერ უნდა იყოს დაპატიმრებული, პირდაპირ ვამბობ ამას. დაპატიმრებული ამათ მიერ აღდგენილი სამშობლოს ღალატისთვის, თუ დამტკიცებადია ხას უსვამ, ობიექტური პროკურატურის და არა მომავალი ხელისუფლების მიერ დამონებული პროკურატურის მიერ, არა ობიექტური პროკურატურის მიერ და ობიექტური სასამართლოს მიერ დასაკვირველია, ალბათ პირველ ყოვლისა, ანუ ბრალი შეიძლება წაუყერო, მაგრამ ვერ დაამტკიცო, ხო? ეს ერთი. დაპატიმრებს სამშობლოს ღალატისთვის და კიდევ უამრავი იმ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც მათ უკვე ჩემი აზრით ჩადენილი აქვთ, მაგრამ რაღაცა უდანაშაულობის პრეზუმფცია ავიტყვი, რომ ოკეი, რასაკვირველი არა, ეს უნდა გამოძიება უნდა იყოს, რომ უნდა იყოს გამოძიება. ვაღიარებ, უნდა იყოს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეფასება არის ამგვარი, რომ ესენი სულ ყველანი, ანუ ამათ ილუსტრაცია ხომ მოხდა, ისინი პოლიტიკურ პროცესში არ და ვერ უნდა მონაწილეობდნენ. მათ მიერ რაც დანიშნული არჩევნები მინდა მათ მიერ. არც მათიგან თავისუფლებული პოლიტპატიმრი ბოდისვიხდი, უკლებლივ ყველა პოლიტპატიმრის ოჯახთან. აი, ისე მცხვენია პირდაპირ გეუბნებით. ამას რო ვამბობ, რომ მეტი არ შეიძლება გიბოდიშებთ თქვენგან ვინც ამ კუთხით დაინახავს საკითხს, ის გამიგებს, ვინც ვერ დაინახავს ამ კუთხით საკითხს, მათ უბოდიშებ განსაკუთრებით. ხო, ეხლა ერთი ამბავიც უნდა გავიხსენო. არ ვიცი, ზათანამდებობაზეა ეს კაცი. არც მაინტერესებს, გვარად არის დარახველიძე. ფოტო გავრცელდა. ბრგედ გამოიყურება, მელოდია ჩემსავით. ხალსტუხი უკეთია. აი ეს დარახველიძე, ხო? ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორ ჩანს შსსდან არის, პროკურატურა შსსდან უფრო, ხო? ამბობს შემდეგ რაღაც, შებოდის ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ქვეყნიდან გაძევება. ეხლა ბევრ მარაცვლად წაიკითხა და მიიჩნია, რომ ჩვენს გაგვაძევებენ, ანუ კრიტიკოსებს ესენი ავად არიან, რა თქმა უნდა და ყველაფერს წამსვლელები არიან, მაგრამ ამას ალბათ მაინც არ ჩაიდენენ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, თუ ისე ვერ ავიც. გურავ რო გავა ახლა კატრში ჩემს ზურგს უკან და ელისო ჯარიაშვილი მათ არ გააძევებენ. არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს, მე გურამს ელისოს, ჩემ მეზობელს, აი ქუჩაში რო მოძრაობს ეხლა ქალბატონი და ანტი კოცირუა მას არავის. ვინც საქართველოში დაიბადა, ქართული იცის, ვინც საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ქართული არც იცოდეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვინც არის, იმათ არ ეხებათ. ეხებათ და მე ბევრი ვიფიქრე ვის ეხება. და ესე იგი თქვენს რომ უღურეთ გავაძევებთო საადმინისტრაციული სახდელიაო. ეხლა ვის ეხება? აი გლობოზე რო ახალგაზრდები მუშაობენ, იმათ? არა. მაშ ვის გაძევებას აპირებენ? ადმინისტრაციული სახდელი როა ახალი სახე. დარახველიძისეული ინტერპრეტაციით კი არა აზრით. ერთგან წავიკითხე რომ აქციებზე არაერთი უცხოელი დადისო. ანუ მათ, არ ვიცი, პირობითად ამერიკის მოქალაქეს, საფრანგეთის მოქალაქეს დაიჭერენ 48 საათით თუ 10 დღით გამოკეტენ საპატიმროში და მე თავიანთ ქვეყანაში გაამგზავრებენ. ბილეთის ფულსაც ალბათ იმ საწყალს გადაახდებინებენ. მაგრამ აქციებზე საბოლოო ჯამში რამდენი უცხოელი გინახავთ, ან რომ სიყვდნენ უცხოელები და აკარტოჩკებდნენ, ანუ ფოტოს იღებდნენ, რა პრობლემაა ჩვენში დარჩეს. ისინი რაღაც დემონსტრაციებზე ხო არ გამოდიან და ფოიერვერკს ხო არ ისვრიან, აინტერესებთ, გაიარეს, მე ყოფილი ვარ უცხოეთში და მოუხვედრილ ვარ აქციაზე, ვინმე დამიჭირო სამის გამო და გამომაგდოს ჩემს ქვეყანაში. ხო, ნუ მაინტერესებდა უბრალოდ, აი ბარსელონაში რაღაც უცნაურ აქციაზე მოვხვდი ჩემი ცოლის სულ ისინი ხოლმე ამ თემაზე. რაღაც ცხოველთა უფლებების დამცველთა აქცია იყო. დრო გამომაგდონ ამის გამო. ვის გულისხმობენ, ანუ ეხლა სხვანაირად ვკითხავს, რუსებს გულისხმობენ ადმინისტრაციული სახდელის ქვეყნიდან გაძევება, აძევებენ თუ არა რუსებს?
რომლებიც აქციებზე არიან ან არ არიან. მაგრამ რატო აძევებენ? თუ აი ხა რუსებს ხوار ვიცავ, მაგრამ რატო გააძე, რატო უნდა მოგკიდო ხელი ვიღაცას ქუჩაში და უთხრა ეხა წავაი, წადი ახლა აქედანო. თუ მაინც და მაინც დივერსიული ქმედებით არის დაკავებული, ის კი არა და გააძევ, რამე დაიჭირო. პირდაპირ მნიშვნელობით. აი რუსები ხო არის აი 0.0001% დივერსანტის შესაძლოდ, ხო? ის უნდა გამოავლინო და დაიჭირო. ოხანაშვილი ისი გამომვლელია, თავად რუსი გასაგებია, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში ასე იქნებოდა. და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა აკისროთ. ახლა მე გეკითხებით, აი ჩვეულებრივ ადმინისტრაციულით რა პონტში უნდა დააკავოთ და ვითუბლის გააკეთოთ. ბევრი ფიქრის შემდეგ მე მივედი ერთ დასკვნამდე, რომ ესენი, ნუ ამ ვერსიამდე უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ ესენი აპირებენ ჟურნალისტების გაძევებას. ანუ სწორედ იმ ადამიანების, ვინც ფოტო თუ ვიდეო კამერით გამოდის, პრესს აწერია ან არ აწერია, მაგრამ რომელიმე უცხოურ მედიას თანამშრომლობს, ან უცხოური მედიის თანამშრომელია, კონტრაქტორია შესაძლოა. აქ იღებს კადრებს სიუჟეტისთვის, დოკუმენტური ფილმისთვის და ასე შემდეგ ჩართვა აქედან და ასე შემდეგ, ოღონდ უცხოელია, ნუ ავიღოთ გერმანელი პირობითად ლაპარაკობ, Deutsche Welle-დან. აბსოლუტურად პირობითად და გადმოსცემს ფაქტებს იმ ინტერპრეტაციით, რა ინტერპრეტაციითაც თავად მიიჩნევს. საჭიროს რომ გადასცეს ეს ფაქტები. ოღონდ ამ დარახველიძეს კი არა, დარახველიძეს ხო ზარქუას ტვინი აქვს. ზარქუებს, რომლებსაც ზარქუას ტვინი აქვს, დინარაძეებს, რომლებსაც ზარქუას ტვინი აქვს, კობახიძეებს, რომლებსაც დიმიტრი სამხარაძის ტვინი აქვს და ბიზინა ივანიშვილებს, რომელსაც კობახიძის ტვინი აქვს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაზე ლაპარაკობ ერთიანად, ეს არ ევასებათ რა. იმიტომ რომ მათ არ უნდათ რომ პირობით Deutsche Welle-ში გააკრთეს ინფორმაცია ობიექტური, აქედან გამომდინარე ბრახ და ამ ფრანც მოკიდებენ ხელს. გერმანელ ახალგაზრდა მოქალაქეს, გერმანიის მოქალაქეს, ჟურნალისტს და ეთქვია რომ ისიც რა არის ჩვენი კანონის თანახმად, სახთელის ახალი სახე გვაქვს ქვეყნიდან გაძევება. აბავის აძევებენ რუსებს, სამედიცინოში რო სწავლობენ ინდოეთიდან იმ ახალგაზრდებს, ბელარუსებს ვის აძევებენ? ვინც აქციაზე მოხვდა, რატო აძევებენ? მას ხო ჩორულად ჩაიარა, თუნდაც დადგა, თუნდაც იყვირა, აი რამე. ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობ ხელისუფლად წოდებულ ბანდასთან თანამშრომლობა კოჰაბიტაცია არ გამოვა, ამის თქმა მინდა. ესენი უნდა დამთავრდნენ. ეხლა მე რო წარმოვთქვა რომ ესენი უნდა დამთავრდნენ ჯანყის გზით მეთქი, ზეგმაზეგ უნდა მომადგეს ზულუკიანის და ამათ მიერ მოქოქილი პოლიციელ-მილიციელი დგებუაძეები, ესე ვიტყვი, და უნდა თქვენ და ამადონ ხელბორკილები. არა, ჩემ შვილს არ ვანერვიულებ, კულახდილად გეტყვით. ესენი უნდა დამთავრდნენ. 4 წლის შვილს არ ვანერვიულებ. არც ჩემ მეუღლეს არ ვანერვიულებ და არც ჩემ უფროს შვილს არავის არ ვანერვიულებ. უფროს შვილს არავის არ ვანერვიულებ, დედაჩემს არ ვანერვიულებ და ასე შემდეგ. ანუ ესენი ხო ყველაფერს მოგედავებიან, მაგრამ აი ამ პროვოკაციაზე არ მივდივარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამათთან ერთად თანაცხოვრება არ გამოვა. ესენი უნდა დამთავრდნენ და პერსონალურად ჩემი აზრია, რომ არჩევნებით ამათი დასრულება არის წარმოუდგენელ შეუძლებელი და რომც დამარცხდნენ ხო არ არსებობს ამათ მიერ დანიშნულ არჩევნებში თავად დაბარცხება, მაგრამ მათთან თანაცხოვრება უმცირესობაში რო იყვნენ 17% რო ჰქონდეთ წარმოუდგენელია. 17% არ უნდა ჰქონდეს ირაკლი კობახიძეს. 17 რა არის? ისიც არ უნდა ჰქონდეს. ის უნდა 9 ლიტურში იჯდეს სამშობლოს ღალატისთვის. 24 წუთი ნახვამდის.